მოდი. მოიდი, ბიჭო. მე რა ზარმაცი ხარ. აი ეს ლაქა რო აქვს, ეს არის მაგისგან, ანუ დუღარეწყლისგან და აღარ გადაუვიდა, ანუ აღარ ამოსდის ამ ადგილას თმები და ამის გამო რაღაც ზედმეტსახელები შეარქვეს უბნელებმა. ხან რას ეძახიან ხოლმე, ხან რას, მაგრამ მე დავარქვი ყურშა. ბიჭო, შედარიან შენი მეგობრები, ჰა? ბუბუ არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ძაღლი ჩვენთვის. ეს არის ჩვენი უბნის გმირი. ბუბუს ისტორია ესეთია, რომ ჩამოსვეს მანქანიდან ეს ძაღლი და ესეც არის სახლიდან გამოშვებული სამწუხაროდ. და მოკლედ ბუბუ რატომ მიყვარს მე განსაკუთრებულად შარშან ამ დროს, მოკლედ ჩვენ უბანში მოხდა მასობრივი ძარცვა. და ღამის 4 საათზე ბუბუმ რო დაიწყო ისტერიული ყეფა, მოკლედ იმდენი იყეფა და ისეთ ამბავში ჩავარდა, მივხვდი რომ უკვე უნდა გამეხედა ფანჯრიდან რომ მენახა რა ხდებოდა და მოკლედ როცა გავიხედე აღმოჩნდა რომ ეს ჩემი მანქანა გახსნილი ჰქონდათ 4-ვე მხრიდან და იყვნენ ერთ ამბავში, იქეკებოდნენ რომ რაღაც წაეღოთ და მოკლედ ბუბუ მანქანას წრეზე უვლიდა რომ საშუალება არ მიეცა, ასე ვთქვათ, მძარცველებისთვის რომ რაღაც წაეღოთ და ნუ საბოლოოდ ჩავედი და ესე გადარჩა როგორც ჩემი მანქანა, ასევე გარშემო ყველა სხვა დანარჩენი, იმიტომ რომ ყველა გახსნილი ჰქონდათ, მაგრამ ვერაფრის აღება ვერ მოასწრეს ვერც ერთი მანქანიდან. მეორე დღეს მე წავედი, დავაჯილდოვე ბუბუ, მოუტანე ხორცეული, ასორტი და იმის მერე მოკლედ ძალიან ისეთ უფრო დავაფასე, ასე ვთქვათ. ეს ლეკვიც არის სახლიდან გამოშვებული, იმიტომ რომ როცა პირველად ამოვიდა ჩვენ უბანში, ეკეთა საყელო და მოკლედ იყო ძალიან მოვლილი და შემდეგ გარკვეული პერიოდი საერთოდ აღარ ჩანდა და დაახლოებით 2 თვის შემდეგ როცა დაბრუნდა, უკვე მოვიდა ესეთ მდგომარეობაში გასტერილებული, აღარ ეკეთა საყელო და მივხვდით რომ პატრონმა საბოლოოდ მიატოვა. ჩვენი სამეზობლო ამ ხრივ ქვედა უბნებიდანაც ამოაქვთ ხოლმე საკვები და მოკლედ ეტყობათ მოკლედ ვიზუალურად ყველა ამ ძაღლს რომ არიან საკმაოდ ისეთი მოვლილები და განებივრებულები სამეზობლოსგან. ანუ ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა მიკედლებასთან დაკავშირებით. არ ვიცოდი ეს პროცედურა როგორ ხდებოდა და მართლა არ მეგონა მე თუ ესე მარტივად შეიძლებოდა ამის მოგვარება, ანუ ეს რომ ცოდნოდა კიდევ უფრო ადრე დავიწყებდი მე მაგალითად ამ პროცესს, რას ნიშნავს ეს მიკედლება ზოგადად. როდესაც განაცხადს ვაკეთებთ მიკედლებაზე, ავტომატურად ხდება ცხოველის სტერილიზაციაც, თუ კი არ არის გასტერილებული და მოკლედ, როდესაც უკვე მოყავთ ძაღლი საბუთებით, მოდის უკვე სტერილურ მდგომარეობაში. როცა ძაღლი არის სტერილური, შესაბამისად ვეღარ მრავლდება და საქართველოში ისედაც რო ცხოველების პრობლემა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩვენ ამით ვცდილობთ, რომ უფრო მეტად არ დაიტანჯონ და უფრო მეტად არ გამრავლდნენ და კიდევ უფრო არ დავიტანჯოთ ჩვენც ცხოველების მოყვარულები, იმიტომ რომ ჩვენთვის თითოეული ცხოველის სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ აცრები სავალდებულოა ჩემი მიკედლებული ცუგოებისთვის, ასე ვთქვათ. უკვე ამაში მეხმარება ხოლმე მონიტორინგის სააგენტო, იმიტომ რომ ნებისმიერი ახლა ეს ძაღლი დასკანერდეს, შემფარებელი უკვე ვარ მე, მარიამ დარბაისელი. აი ამით არის კარგი მიკედლება, რომ ფაქტობრივად ძაღლი უფრო დაცულია. ყავს ოფიციალური შემფარებელი, რომელიც ზრუნავს და რომლის გარეშეც ფაქტობრივად ვერაფერს ვერ გაუბედავს ზედმეტს. აი მოდის. მოიყვანა ლედი? აი ეს არის ამის დედი. კოკო, მოდი ჩემთან. ყურკა, მოდი. აი ეს არის. ლედიც მოკლედ იზრდებოდა სახლში. ნუ მასიურად ნახეთ რა ხდება. სანამ მოკლედ ეს ლეკვები პატარები არიან და მიყავთ სახლებში, ეთამაშებიან, უვლიან, ზრდიან, მაგრამ როგორც კი წამოიზრდებიან, ნუ რამდენი მაგალითი ვნახეთ უკვე ქუჩაში გამოხდებული ძაღლის, ფიქრობ რომ არ ვერ იაზრებენ იმას, რამხელა სტრესს და ზიანს აყენებენ ამით ამ ცხოველს, იმიტომ რომ აი რო დაფიქრდე, წარმოიდგინე, რაღა ანუ ჩვეულებრივად ოჯახის წევრი გაგიგდია და რაღა
ძაღლი იქნება ეს თუ კატა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ბავშვებსაც ავუხსნათ ეს, რომ აი მაგალითად იყო შემთხვევები, რომ აი ბავშვს ახირება იყო და უნდოდა ლეკვი და ასე შემდეგ. ანუ უნდა ბავშვებსაც ავუხსნათ ის, რომ ეს არ არის სათამაშო და აუცილებლად ბოლომდე უნდა გქონდეს პასუხისმგებლობა აღებული ამ შინაურ ცხოველზე. თავიდანვე ჩაუნერგეთ მოკლედ ბავშვებს ცხოველებისადმი სიყვარული. გაჭირვებულს უნდა დაეხმაროს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცხოველი იქნება თუ ადამიანი. მეგობრები მყავდნენ, რომლებიც საერთოდ ვერ ეხებოდნენ ძაღლებს, ისტერიული შიში ჰქონდათ და დღეს მიკედლებული ყავთ უამრავი ძაღლი ამ ადამიანებს. შესაბამისად, აი ესეთი მაგალითები ზუსტად ამ ადამიანებისთვის არის, რომ არ არის რეალურად საშიში, არაფერს არ დაგიშავებს და რო იზრუნებ, ის აუცილებლად მერე ის ძაღლი სასიკეთოდ გამოავლენს რაღაცას, იმიტომ რომ მე მაგალითად რო დავდივარ ამ უბანში, თავს უგრძნობ დაცულად. ვიცი რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დამიშავებს, იმიტომ რომ მივდივარ მომყვება ძაღლების ჯგრო. მე მარიამი ვარ, ესენი არიან ტულიპი და სილვი, ორივე სამწუხაროდ ქუჩაში მიტოვებული ძაღლია, რომლებიც გადავარჩინეთ და მიფრინავენ დღეს ნიდერლანდებში. წავედით. წავედით. აკეთ, სილვი. დოკუმენტები გვაქვს აგერ. ორივე პასპორტი გვაქვს აგერ. კარგით. ისე იგი 8 და კონფერენციაზე მივდივარ და ძაღლები თან მიმყავს, რადგან გაჩუქებული არიან ორივე. ეს საქართველოში გვაქვს ძალიან მწვავე პრობლემა მიუსაფარი ცხოველების, ჰიპერპოპულაციის პრობლემა, რადგან გვყავს იმაზე მეტი შინაური ცხოველი, კომპანიონი ცხოველი გულისხმობ ძაღლს და კატას, ვიდრე მათი აყვანის მსურველი. ეს შედეგად გვაძლევს იმ სურათს, რასაც დღეს ქვეყანაში ვხედავთ ქუჩაში, რომ დაახლოებით 9 მილიონი მიუსაფარი ძაღლი და კატა გვყავს. ამას რა თქმა უნდა იწვევს პირველ რიგში ის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს სფერო არის სრულიად მოუწესრიგებელი. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს შინაური ცხოველების კეთილდღეობის შესახებ კანონი. შესაბამისად არანაირად არ კონტროლდება არც მათი გამრავლების, მოლაპატრონობის და ყოლის წესები. ორივე დაახლოებით ერთი და იგივე პერიოდში მყავს ნაპოვნი, ზუგდიდში ვიყავი რამდენიმე დღით ჩასული ინგირის ტრასაზე ვიპოვე სილვი და ტულიპი არის ჩემი მეგობრის მიერ ნაპოვნი, ნატამ იპოვა და აიყვანა ქუჩიდან, მიყვრენ ძალიან გამხდრები, მერე უკვე ყუნალობის შემდეგ მოღონიერდნენ, გამოჯამრთელდნენ და ახლა არიან ძალიან ბედნიერი გოგოები. სილვი, ნილა ტულიპი და სილვი ორივე არიან ინგლისური სეტერები და არიან ძალიან სენსიტიური ძაღლები, პატრონებს ძალიან მიჯაჭვულები, რომლებსაც თითქმის ნული აქვს შანსი ქუჩის პირობებში გადარჩენის. ქუჩის პირობებისთვის ნებისმიერი ძაღლი თუ კატა რა თქმა უნდა არის ძალიან საცოდავი, მაგრამ არსებობენ რაღაც კონკრეტული ჯიშები ან კონკრეტული ძაღლი, შეიძლება იყოს მეტისიც, რომლებიც არიან განსაკუთრებით მოწყვლადები, შეიძლება იყოს ეს ფიზიკური მონაცემების გამო, ხასიათის გამო, ან ასე შემდეგ. აი მაგალითად სეტერებს ქუჩაში დამკვიდრება უჭირთ, უჭირთ საკვების მოპოვება და უჭირთ კონკურენციის გაწევა სხვა ქუჩის ძაღლებისთვის. იმდენად სუსტი და სენსიტიური ხასიათის მქონე ძაღლები არიან. გვეძახიან. Security checks უნდა შევიდე, მე ძაღლები არიან. მარტო იმას აქვს უფლება შესვლის, ვინც მიფრინავს. ბევრი დრო მოგჭირდება, რომ ამ ყველაფრის ახლო დამყურება არის ძალიან ემოციური და ერთხელ შენ თვითონ თუ არ გამოცდი, ახსნა რთულია. და თუ ერთხელ გამოცდი, მერე შეწყვეტაც რთულია. დაახლოებით 9 წელია, რაც ამ ყველაფერს ვაკეთებ მოხალისეობრივად და გაჩერება ძალიან რთულია თუ ცხოვრობ საქართველოში, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ერთმანეთზე უფრო საცოდავი მიუსაფარი ცხოველები გვხვდებიან, ძაღლებიც და კატებიც. და ამ საქმეში რა მიყვარს, ჩემი პირველი ძაღლი ბასა, რომელიც 8 თვის ასაკში ვიჩუქე და ახლა უკვე 10 წლის ხდება, მან ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა და მე ვთვლი თავს პასუხისმგებლად, რომ მისიანები გადავარჩინო, სანამ შემეძლება.
ამან ბოტასი რომ მოიტანა ვიღაცის. ხარია ეხლა ვერ ხალხს რო ხედავს.